πατρისა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ვენეციელი მღვდელმთავარი ილია მინიატისი დიდ პარასკევს ქრისტეს ჯვარზე ვნებათა შესახებ. კაცობრიობამ დედამიწაზე ორი დიადი სასწაული იქია. პირველი ღმერთი ჩამოვიდა მიწაზე, რათა ადამიანური ბუნება მიეღო. და მეორე ღმერთ კაცი ჯვარს ეცვა, რათა მომკვდარო. პირველი სასწაული გაცხადდა, როგორც საქმე უმაღლესი, ყოვლად ბრძნობის. მეორე როგორც საქმე უკიდურესი კაცთმოყვარეობისა. ამიტომაც ორივე სასწაული სხვადასხვა გარემოებაში აღსრულდა. პირველი სასწაულის დროს, როცა ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო, ყოველი ქმნილება ზეიმობდა. ანგელოზებმა ზეცაში სიხარულით აღსავსე საგალობელი იგალობეს. წყემსები მაცხოვრებელი კეთილი უწყებითა და აღსრულებულნი სასწაულითა ხარობდნენ. ახალშობილ მეუფის თაყვანის საცემად აღმოსავლეთიდან მეფენიც კი მოვიდნენ ზღვენით. მეორე სასწაულში, როცა ღმერთ კაცი, როგორც მსჯავრდებული ორ ავაზაკს შორის ჯვარზე აღესრულა, ატირდა ზეციური და მიწიერი სამყარო. ზეცა დაბნელდა, მიწა საფუძვლიანად იძრა და ლოდები გაიპო. ის ღამე შობის ნათელი იყო. მან სამყაროს სიხარული მოუტანა. ეს დღე კი ბნელი იყო. ვითარცა დღე სევდისა და ნაღველისა. იმ ღამით ღმერთმა ადამიანს ისეთი სიკეთე მიაგო, როგორის მიგებაც ღმერთ შეეძლო. ამ ღამით ადამიანმა გამოხატა მთელი თავისი უსჯულოება, როგორის გამოხატვაც ღვთის წინაშე შეეძლო. სევდიანო ღმერთკაცო იესო, შენ მართებულად შეგიძლია თქვა, შეწუხებულა სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე. რამე თუ მრავალია შენი ბნება, დიდია შენი ტანჯვა, ნაღველი ისეთი ადამიანს, რომ არასდროს დაუთმენია. ტანჯვა ისეთი ადამიანის გულს, რომ არასდროს განუცდია. მსმენელო, რაც მეტად ვცდილობ მსგავსი მაგალითების პოვნას ადამიანთა ცხოვრებაში, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ვერაფერი შეედრება მისი ვნებით გამოწვეულ ტკივილს და ამ ტკივილით გამოწვეულ ნაღველს. დიდი იყო ღმერთის წინააღმდეგ კაენის შური, მაგრამ გაცილებით დიდია მღვდელმთავართა და მწიგნობართა შური მაცხოვრის წინააღმდეგ. აბელის უსამართლოდ მოგვდინება არაფერია ჯვარზე იესოს სიკვდილთან შედარებით. დიდი იყო ისააკის მოთმინება, როცა ის თავისი მამის აბრაამის მიერ შეწირული მსხვერპლი უნდა გამხდარიყო. შეუდარებლად დიდია ქრისტეს მოთმინება, როცა იგი თავისი ზეციური მამისაგან მსხვერპლად შეიწირება. დიდი იყო იოსების განსაცდელი, როცა იგი ძმებმა გაყიდეს. პეტეფრეს ცოლმა ცილი დასამა და როგორც დამნაშავე ციხეში ჩააგდებინა, მაგრამ გაცილებით მრავალრიცხოვანია იესოს ტანჯვა, როცა მოწაფე გასცემს, მას ბრალს ზდებენ და ბოროტ მოქმედებით სამსჯავროდან სამსჯავრომდე ატარებენ. დიდი იყო დავითის დამცირება, როცა იგი თავისმა ძემ ტახტიდან ჩამოავდა, როცა ქვეშევრდომები განუდგნენ, როცა ფეხშიშველი ელეონის მტისაკენ გარბოდა და საკუთარი მსახურები მისდევდნენ, ქვებს ესროდნენ და ლანძღავდნენ. მაგრამ ის, რაც იესოზე აღსრულდა, როცა მოციქულებმა მიატოვეს, ჯარისკაცებმა ხელები შეუკლეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი დააკისრეს, როცა მთელი ქალაქის მოსახლეობა მას ლანძღვით მიაცილებდა, როცა გოლგოთაზე ადიოდა, რათა ორ ავაზაკს შორის სამარცხვინო სიკვდილი დაეთმინა, განა ეს უფრო მეტად სამწუხარო
სანახაობა არ არის? არ შეიძლება არ აღიარო, რომ დიდი იყო იობის ტკივილი. როცა შვილებისა და ქონების დამკარგავი თავით ფეხამდე იარებსა და ჩირკში იწვა, თუმცა ეს უნდა ჩაითვალოს წინასახედ და აჩრდილად იმ მძიმე ტანჯვისა და ჭრილობებისა, რომლებითაც ყოვლად წმინდა ქალწულის მრავალტანჯულითზე იყო გულდამძიმებული. ქრისტეს მიმდევართა და მიმბაძველთა ტანჯვაც არც თუ მცირე იყო, მაგრამ ეს იყო ხორციელი ტანჯვა, რომლის დროსაც ხარობდა მათი სული. იყო სიკვდილი, მაგრამ იყო პატივიც, იყო წამება, მაგრამ იყო გვირგვინიც. იესო ქრისტეს ვნება კი იყო ტანჯვა სულისა და ხორცისა, ტანჯვა მცირედი ნუგეშინის გარეშე. მისი სიკვდილი მხოლოდ უღირსება იყო, ტანჯვა მხოლოდ წუხილი, წუხილი კი მომაკვდინებელი. შეწუხებულა სული ჩემი ვიდრე სიკვდილადმდე. ქადაგებლები ხშირად საუბრობენ ქრისტეს ვნებებზე, რათა ქრისტიანებში სიბრალული და ცრემლი აღზრან, მაგრამ მე ეს ისევე არა მაქვს განზრახული, როგორც არ ჰქონდა განზრახული ქრისტეს, როცა ის სასიკვდილოდ მიდიოდა. ასულნო იერუსალემისანო, ნუ სტირთ ჩემზე და არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა. მოუნანიებელო ცოდვილნო, თქვენს ცოდვებზე, თქვენს ბოროტებაზე იფიქრეთ, თქვენს ტანჯვასა და თქვენი შვილების უბედურებაზე იტირეთ, რომლებსაც მემკვიდრეობად გარყვნილი ცხოვრების მაგალითს უტოვებთ. არ მინდა ატირდეთ ქრისტეს ვნებების გამო, მინდა ჩემგან იმის შესახებ ისმინოთ, თუ რომელი იყო ქრისტეს ვნებათაგან ყველაზე მტანჯველი ვნება, რომლის შესახებაც ის თავადვე ამბობს. შეწუხებულა სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე. მსმენელნო, თუ ხვდებით ქრისტეს აქ აღწერილ ტანჯვათაგან, რომელი იყო მისთვის ყველაზე მძიმე, რომლის შესახებაც მან გეცამანიის ბაღში იწინასწარმეტყველა, შეწუხებულა სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე. მე ვამტკიცებ, რომ სულიერი ტანჯვიდან ამგვარი არც იუდას გამცემლობით გამოწვეული ტანჯვა ყოფილა, არც მოწაფეთა განდგომა, არც სიძულვილი და შეურაცხყოფა, არც იუდეველთაგან რომ დაითმინა ის ტანჯვანი. ეს არც ხორციელი ტანჯვა იყო, გვემა, ეკლის გვირგვინი, შოლტი, ალბათ არც ჯვარი და სიკვდილი. იესო თავად ასწავლიდა, რომ ლანძღვასა და სიძულვილს როგორც ნეტარებას ისე უნდა შევხედოთო. ნეტარ იყვნენ თქვენ, რაჟამზე ყვედრიდნენ და გდევნიდნენ. ასევე ასწავლიდა, რომ არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილისა, ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი. ყველას მოუწოდებდა აღეღო ჯვარი და მას გახოლოდა. ამისთვის მას საკუთარი მაგალითი უნდა ეჩვენებინა. თუ კი ყველა ამ ტანჯვას წინასწარ ჭრედდა და მათ გამოწუხდა, ჩვენთვის როგორღა უნდა შთაეგონებინა თავისი მაგალითით. არა, არც ესაა მისი დიადი ტანჯვის მიზეზი. წმინდა მოწამეთა სახეებს შორის ბავშვებს ვხედავთ, ნაზ ქალწულებს. ისინი ცეცხლში ვარდებიან, წამებისას გალობენ, სასიკვდილო მახვილს და ჯვარს იამბორებიან. სიკვდილს თვალს მამაცურად უსწორებენ. განა შეიძლება იმის დაშვება, რომ ღმერთ კაცი ქმნილებათა შორის უმაღლესი და უკეთილშობილესი, სულის უძლურთა ძალა, მამაცთა გამბედაობა, მოწამეთა მეუფე, თრთის და ეშინია და ღონე მიხდილი ამბობს, შეწუხებულა სული ჩემი ვიდრე სიკვდილადმდე. ნუ თუ მხოლოდ იმიტომ, რომ მოწამეობრივი სიკვდილი განჭვრიდა. არა, ეს შეუძლებელია, თუ კი მასში სულ მოკლეობას დაუშვებთ. ამით მას კვლავ შეურაცხყოფთ. მას ეს რა არის, რას განშურეთს და ასე რისთვის წუხს. ორი მიგდეთ. იესო ქრისტე უცოდველი ძე
ყოვლად წმინდა ქალწულისა, მხოლოდ ჩობილი ძე ღმრთისა, ადამიანებისადმი უკიდურესი სიყვარულით აღძრული, ისეთი ტანჯვის დასათმენად მიდის, არავის რომ არ დაუთმენია, მიდის, რაითა თავი თვისი ყოვლად წმინდა სისხლი დათხიოს, მიდის, რაითა საყოველთაო ცხონებისათვის ჯვარზე მოკვდეს, როგორც ბოროტმოქმედი, ერთი იგი ყოველთათვის მოკვდა. თუმცა იმასაც განჭვრეთს, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი მაინც წარწყმდება, მისი სახელი შეივლავება, მისი სისხლი გაითელება, ჯვარს კი ურწმუნონი და ცოდვილნი შეურაცხყოფენ, ალბათ ამას ჭვრეტდა იგი. აი ასეთი ტანჯვის ფიალის შესასმელად, ასეთი სამარცხვინო სიკვდილის დასათმენად ვემზადები, რათა ადამიანთა სულები ჩემთან სამოთხეში მოვიზიდო, რათა მათით ჯოჯოხეთი არ აღივსოს, მზად ვარ სიხარულით ვევნა, სიკვდილი არ მაშინებს, მამაო ჩემო, არა ვითარ მემნებავს, არამედ ვითარცა შენ. მაგრამ ვევნო უშედეგოდ მოვკვდე ისე, რომ არ ვაცხოვნო მრავალნი, ეს კი საშინელება, ეს ჩემთვის სიკვდილზე უარესია, შეწუხებულ არ სული ჩემი, ვიდრე სიკვდილადმდე. თუ კი იესო იმის გამო ნაღლობს, რომ ცოდვილთა და ურწმუნოთა ტანჯვა განჭვრიტა, მართლმადიდებელ ქრისტიანთა ცხონების განჭრეთით თუ ნუგეშობს, ვაი რომ ეს კიდევ უფრო მეტად ამწუხრებს და ამიტომაც ამბობს, შეწუხებულ არ სული ჩემი, ვიდრე სიკვდილადმდე. ქრისტიანი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ქრისტეს ვნებების მეშვეობით ეშმაკის სატანჯველისაგან არის გამოსყიდული. ნიშნავს ადამიანს, ვისი ცხონების საზღაური ქრისტეს სისხლია, ვისაც ჯვრით დაბეჭდილი და სამოთხეში დასამკვიდრებლად გამწესებული სული აქვს, მაგრამ რამდენ ქრისტიანს იმხრობს ეშმაკი. ქრისტეს მთელი ცხოვრების ღვაწლით მოპოვებული რამდენი სული იღუპება ყოველ წუთს. ქრისტეს ვნებათაგან სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ვნება. იგი სწორედ ამას განიცდის, როცა ამბობს, შეწუხებულა სული ჩემი, ვიდრე სიკვდილამდე. ერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ. შემდეგი